16 აპრილს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საზოგადოებრივი კავშირი გუდაუთელი დაფუძნდა. შეკრებილი საზოგადოება კავშირის საქმიანობას გაეცნოდა მის სამომავლო მიზნებსა და გეგმებზეც ისაუბრა. ორგანიზაციის მიზანია გუდაუთიდან დევნილი მოსახლეობის კონსოლიდაცია და მათი ჩართულობის გაზრდა აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში. მოქალაქეთა გააქტიურება ეს არის აუცილებელი. გუდაუთა კარგად იცით, სეპარატისტების შუა გულში იმყოფებოდა ყოველთვის გუდაუთის ქართველობა. სეპარატისტად ზეწოლის ქვეშ, უშუალო ზეწოლის ქვეშ და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სოფელში და თვითონ გუდაუთაში განსახლებულმა ქართველობამ, ოდითგანვე განსახლებულმა ქართველობამ ამ ზეწოლას გაუძლო, გმირულად გაუძლო. ამავე დროს ყოველთვის მე მოწმე ვარ ამისა, რომ გუდაუთის ქართველობა ყოველთვის ცდილობდა გამოენახა აფხაზურ მხარესთან კარგი მეზობლობა, გაგრა ცალკე შეიკრიბა, ახლა გუდაუთა შეიკრიბა, მერე სოხუმი და ასე შემდეგ, როცა ყველგან ეს ჩამოყალიბდება ეს რეგიონი, ასე შეიძლება ვთქვათ, აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციები, რაიონული ორგანიზაციები, მერე ერთად შევიკრიბებით, ერთად შეიკრიბა, აირჩევა მმართველი ხელმძღვანელი ორგანო და რომელიც პირუთვნელად, პატიოსნად, პრინციპულად გაატარებს იმ პოლიტიკას, რასაც ქვია ქართული ეროვნული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. საზოგადოებრივი კავშირი გუდაუთელი რიგით 26 ორგანიზაციაა, რომელიც მოქალაქეთა გაერთიანებების კავშირის ჩვენი აფხაზეთის მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. ეს იქნება ერთ მუშტად შეკრული ძალა. უხუცესად საბჭომ შეიქმნა გუდაუთის ეს ის კაცები არიან, რომლებიც აფხაზებთან ერთად მუშაობდნენ, წარმოების ხელმძღვანელები იყვნენ, ჯერ კიდევ მხნედარიან, ამათი უგუბილებელი ყოფა არ შეიძლება. უახლოეს დღეებში ჩვენ და აფხაზებს გვექნება შეხვედრა. ჩვენი უფროსი ხალხი, თაობა, ქართველი ახალგაზრდების შეხვდებიან და უნდა დავიწყოთ, რომ შესარიგებელი ვარ და შერიგების საშუალება უკვე არის. მათაც უნდათ, აფხაზებს უნდათ. შეხვედრაზე საზოგადოებრივი კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გუდაუთის მკვიდრი გაიოს მეტრეველი აირჩიეს. იმ დღესვე გუდაუთელის გამგეობისა და უხუცესთა საბჭოს წევრებიც იქნა არჩეული. ჩვენი მიზანი არის გავაერთიანოთ ჩვენი ყველა გუდაუთელი. გავიგოთ რა მდგომარეობაშია ყველა ჩვენი გუდაუთელი და ამისათვის ჩვენ გადავწყვიტეთ, დაუდგეთ გვერდით, შემდეგ გამოვძებნოთ ერთად საერთო გზა აფხაზებთან, ჩვენ მეგობრებთან, ძმებთან. ლომი ნამდვილად არ იქნება დავიწყებული არასდროს, მაგრამ უნდა შევძლოთ ის, რომ მომავალი თაობისთვის ერთმანეთს ვაპატიოთ. მისასალმებელი ამ ორგანიზაციის შექმნა და ჩვენ როგორც ახალგაზრდების მხრიდან მივესალმებით ამას და იმედია ჩვენც ჩავერთვებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიღებს შედეგს.